პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ვითარდება ახლა, ამაზე არის ინტერესი 4 პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ენდო მოქალაქეების უმრავლესობა და ხმა მისცა და სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რჩება ლეგიტიმურ ფიგურად. რა შეიძლება გამოვიდეს ამ პროცესიდან ჯამში ერთად თქვენი კონსულტაციების შედეგად? აი, თქვენი მაქსიმუმი რა იქნებოდა? რა სელით ამ პროცესისგან? ამ პროცესიდან ჯამში გამოვა ის, რომ ჩემი ვახცევთ ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკოსის გათავისუფლებას. ეს არის ის გაშენოთ ყველა არის გაერთიანებული, მათ შორის ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფი. აქ არ არსებობს არანაირი განსხვავება. დისკუსია არის ხოლმე იმაზე, როდესაც დადგება ეს მომენტი, მაგ მომენტისთვის არსებობდეს გზაობა და შეთანხმებული პოზიციები მასე დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საბოლოო ჯამში ახალი არჩევნები. ეს არჩევნები არ იყოს იგივე ტიპის არჩევნები, როგორც იყო 22 ოქტომბრის, არამედ იყოს მართლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ხა რაც არის საგანი, სადაც არსებობს უკვე რაღაც წინასწარი მოხაზები, თორე სხვა მხრივ მიზანი არის ყველასთვის ერთი. გიორგი ვაშაძე იყო ჩვენთან სტუმრად, ახლა ბატონო ზურა და მან რაღაცნაირი სიცხადე შემოიტანა თავის პოზიციაში, თქვა რომ ის ერთიანი ფრონტის მომხრეა და ერთიანობის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პოლიტიკური სპექტრის. თქვენ რას ფიქრობთ ასეთ იდეაზე, თუ შეიძლება თქვენ სხვა იდეა გაქვთ რამე? არა, მეც იგივე აზრია. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვართ გულწრფელები და მგონია რომ ვართ გულწრფელები, როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ ახლა ამ წუთში ვებრძვით რუსეთს და მთავარი ბრძოლა ფრონტის ხაზი ამ შემთხვევაში გადის აქ რუსთაველზე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება ცხადია ერთიანობა. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ხო ჩვენ ვალაპარაკობთ იმაზე, რომ ხვალანზე გვაქვს ამ წუთში არჩევნები. საუბარი არის იმაზე, რომ უნდა გავაერთიანოთ ძალები, გავაერთიანოთ რესურსები. ეს ერთიანობა უკვე არის მიღწეული საგარეო ფრონტზე, რაც კარგი არის, სადაც ჩემი აზრით ბოლო კვირების განმავლობაში რა ტიპის თანამშრომლობაც არის ჩამოყალიბებული ამ პოლიტიკურ ჯგუფსა და მათ შორის სალომე ზურაბიშვილის შორის. აქამდე ეგეთი არ ყოფილა, შემიძლია ცალსახად თქვა და ყველა ამ პროცესში ვიყავ ჩართული. კარგია ძალიან და ეფექტურია ძალიან და ამის შედეგი, ისე როგორც ამ აქციების შედეგი ცხადია არის ის ორი რამე, ერთი ის არაღიარება, გრძელდება ჩვეულებრივად, ორი თვე გავიდა არჩევნებიდან და პირველ დღეებში იულოცა იმის შემდეგ ხედავთ არც ერთი ქვეყანა ამილოცებს არც მიმოტებია და არავინ არ აღიარებს არც ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, არც ამ მთავრობის ლეგიტიმურობას და არც ყაველაშვილის პრეზიდენტობას და ეს არის ამის დამსახურება და მეორე ეს არის სანქციები და ამ ნაწილში მგონია რომ თანამშრომლობა არის კარგ დონეზე და ესე გაგრძელდება. ჩემი აზრით სადაც მოვიკოჭებთ ცოტა ეს არის შიდა კომუნიკაცია ჯერჯერობით მაინც არის ცალ-ცალკე ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ კოალიციის მხრიდან და მანდაც თუ იქნება მეტი კოორდინაცია და უფრო რეგულარული ხასიათის კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რასაც აკეთებს რუსული რეჟიმი, რაც ერთიანი ბრიფინგებით და მესეჯების გაჟღერებით, რომელსაც შემდეგ ყველა იმეორებს 30,000 შეხების განმავლობაში, იქნებოდა კარგი. მაგრამ მივალთ მაგამდე, მანდაც არის რაღაცა კონტურები გამოკვეთილი, რაღაც ტიპის ერთობლივი ბრიფინგები დაწყებული გვაქვს, მან ჩემს არსებობს გაუმჯობესებისთვის შექმნილი სივრცე. როგორც ხვდები, ეს უნდა იყოს ერთიანი ხმა თქვენი ვარაუდითა და სურვილით, სადაც არა მარტო პოლიტიკური სპექტრი იქნება გაერთიანებული, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფების, ანუ ყველა ვინც დგას აქციაზე. კი, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ხო არა ვართ ხა ორდინალურ ვითარებაში, ხო? ორდინალურ ვითარებაში პოლიტიკურ პარტიებს აქვთ რაღაცა გასაგების საქმე, მოდი ესე ვთქვათ, ხო? პოლიტიკური პარტიები რაღაც ამზადებენ ხედებს, ამზადებენ პროგრამებს, ამზადებენ არჩევნებისთვის, ატარებენ კამპანიას და შემდეგ ჩვენ არა ვართ მაგ რეალობაში სინამდვილეში. თავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე, ქუჩაშია პოლიტიკური პროცესი გამოტანილი და ქუჩაში როდესაც გადმოდის პოლიტიკური პროცესი, ეს არესტარტებს ყველაფერს. ხო და ამ მოცემულობაში ცხადია წაშლილი არის ჩემი აზრით ყველანაირი ხაზები პოლიტიკურ პარტიებსა და კოალიციებსაც და პარტიებსა და არაპარტიებს შორის. რატომ ჩაგეკითხეთ ბატონო ზურა? წინააღმდეგობას უწევს? დიახ. ძალიან დაასრულეთ. ხო, მაგის თქვა მინდა რომ არ არსებობს ახლა რაღაცა ხაზები, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, რა ვიცი, ყველა არის ლიდერი და ყველა არის პოლიტიკოსი. რა მნიშვნელობა აქვს ხომ საკუთარ თავს პოლიტიკოსი ოძახი თუ არ ოძახი, მაგაზე ხო არ არის საბოლოო ჯამში. აბარაკი არის იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, დიდი რაოდენობა, უმრავლესობა ამ მოქალაქეების, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამ რეჟიმს. ამიტომ ყველა არის ახლა ვინც აქ დგას ჩემს ყველა პოლიტიკოსია და მათ შორის კომენტარებს თუ ნახავთ ამ აქციების განმავლობაში, როგორ ლაპარაკობს ეს ხალხი, რამდენად გააზრებული აქვს, რამდენად ჩამოყალიბებული
აქვთ საკუთარი აზრები და რამდენად იციან ისთვის დგანან აქ, რა ვიცი, არაფერ განსხვავდებიან არც ერთი პოლიტიკოსისგან ჩემი. კი და რატომ ჩაგეკითხეთ, სალომე ზურაბიშვილის ფრაზაც იყო ასეთი ახალ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით. აი ამ ქუჩის პროტესტმა პრინციპში გახსნა ჩაკეტილი პოლიტიკური პროცესი, რასაც ყველა უჩიოდა ყველა არჩევნების წინ ამ ქვეყანაში. გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებსაც ხო დღეს არ ქვიათ პოლიტიკოსები, არ არიან რომელიმე პარტიაში შესაძლოა, მაგრამ მათ აღმოაჩნდათ არსებული ვითარების, სწორად გააზრების, წინააღმდეგობის გაწევის, დაგეგმვის, ორგანიზების უნარი, კომუნიკაციის უნარი, რაც პოლიტიკოსის სკილებია, ასე რომ ვთქვათ, ხომ? ამიტომ გულის ვკითხულობ, შესაძლებელია ამ კარგმა პროცესმა, პროტესტმა ქუჩაში გახსნას ერთგვარად ჩაკეტილი პოლიტიკური პროცესიც მრავალწლიანი ამ ქვეყანაში. მე არ მგონია რომ პოლიტიკური პროცესი ჩაკეტილი იყოს. ჩაკეტილი არ არის, უბრალოდ პოლიტიკური პროცესი არის გადმოტანილი ქუჩაში. აქ არის თავარი ამბავი და ეგ ცხადია ცვლის რაღაცა სტანდარტულ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას. ეგ არის თორე არაფერი ჩაკეტილი არ არის. ეს ჩაკეტილში დავაზუსტებ, გულისხმობდი სახეებს, რომლებიც ყველა არჩევნების წინ ერთი და იგივე იყო, ამას წუხდა ხოლმე საზოგადოება, რაღაც ახალს ითხოვდა, გემახსოვრებათ ეს, ამას გულისხმობ. მე მან მგონია რომ სხვა ტიპის პრობლემები არის, სისტემური პრობლემები არის, რის გამოც რთულია ახალი ადამიანების შემოსვლა პოლიტიკაში. მათ შორის მაგის ერთ-ერთი გამომწვევი პრობლემა არის ის, რომ ბარიერი არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ ახალ ადამიანებს უჭირთ ახალი პარტიების შექმნა და ბარიერის გადალახვა. მან არის ასაკობრივი ცენზი, რომელიც არის დაწესებული პარლამენტში, პარლამენტარობისთვის, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ უფრო აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში და სადოს საკუთარი ბედი პოლიტიკაში და ასე შემდეგ. ბევრი რამე არის, რაც ხელს უშლის მაგას, ამიტომ არ მგონია რომ ეგ გამოწვეული იყოს იმ რეალობით, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ. ეს პრობლემები აქამდეც არსებობდა და თუ ამ სისტემას არ შევცვლით და ცვლილებას არ შევიტანთ, ეს პრობლემები ისევ გაგრძელდება. ზოგადად ახალი ადამიანები თუ გამოჩნდნენ პოლიტიკაში, კარგი არის, მაგრამ მე არ მაქვს რაღაცა ილუზორული წარმოდგენები, რომ ეხლა უცებ ახალი რაღაცა მაგარი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან და ახალი რაღაცა გადასარევი პოლიტიკური ძალები გაჩნდებიან. არ არის მარტივი ამბავი, ორჯერ მაქვს ნულიდან დაწყებული ეგ ამბავი, მე პირადად და ვიცი რამდენად ცვლიდა და რამდენ სირთულესთან არის ეგ დაკავშირებული. თუ მოხდება, კარგია, მე მაგას ხოლმე მივესალმები, მათ შორის ჩემ პარტიაზე შემიძლია თქვა, გიჩნევით თავისუფლების შექმნის ერთ-ერთი აზრი და ზოგადად გიჩი შექმნის ერთ-ერთი აზრიც, ეგ იყო რომ ახალი ადამიანებისთვის გამეხსნა გზა პოლიტიკაში და მეტნაკლებად გიჩმა ეს ამბავი შეძლო, მაგრამ ის რომ ეხა რაღაცა ამ პროცესიდან დაიბადებიან, უცებ რაღაცა რეიგანები გაჩნდებიან საქართველოში და რაღაცას ამოაყირებენ, მაგის მე ნაკლებად იჯერა. კი ბატონო, აქვე უნდა ვიკითხო პოლიტიკური პროცესი, რომელიც შედეგზეა გათვლილი, ორი მიზანი აქვს ამ პოლიტიკურ პროცესს, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და დაპატიმრებული ადამიანების გამოშვება რეჟიმის მიერ. რა დარჩენია ივანიშვილს, ხომ? სისტემის კიდევ უფრო მოჭერა და ის 18-მდე კანონი, ლამის რომელსაც ხელი მოაწერა თვითმარქვია არალეგიტიმურმა ყავალაშვილმა, ამაზე მიუთითებს, რომ დააშინონ კიდევ უფრო ვიდრე აქამდე იყო სისტემა, ასე ვთქვათ, თუმცა საფრთხობელას ეს მექანიზმი რამდენად იმუშავებს, ჯარიმა გაცილებით დიდია, სამსახურიდან გათავისუფლება გაცილებით მარტივი, პატიმრობა, ანუ პრევენციულად დაკავება ადამიანის კანონით დაკანონებული, ეს ყველაფერი იმუშავებს იმაზე, რომ აი ეს ხალხი სახლში შეიყვანოს, თქვენი აზრით. არა მგონია მაგან გავლენა იქონიოს ამ ადამიანების მუხზე და ფრაზზე, ვინც პროტესტში მონაწილეობს და არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში, ნაკლებად მგონია, მაგრამ მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ რეალობა შეიცვალა სულ უფრო და უფრო ცუდი რეალობისკენ და ბევრჯერ თქვი და შემიძლია ხა კიდევ თქვენში გავიმეორო, რომ ყველაფერი იქნება ძალიან ცუდად, მანამ სანაფერი, ანუ ყველაფერი არ იქნება კარგად. და ეს მომენტი დადგება, როცა ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ როდესაც ეს რეჟიმი დამარცხდება და ძალაუფლებას დაკარგავს. მანამდე ყველაფერი გართულდება, არა მარტო ის თქვენ ჩამოთვალეთ, არამედ ეხლა უნდა ველოდოთ, რომ სრული ძალით დამუშავდება რუსული კანონი, დაიწყებენ სამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად შეზღუდვას, უცხოეთიდან დასავლეთიდან დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების შემოდინების კონტროლს, ასე შემდეგ, ისევე როგორც ამუშავდება კიდევ უფრო აქტიურად ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაასდევს ოპოზიციურ პარტიებს და შეზღუდავენ ოპოზიციურ პარტიებს, პრობლემებს შეუქმნიან კრიტიკულ მედიას. საბოლოო ჯამში გვესმოდეთ ესეთ ბევრჯერ მithქვას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთ-ერთი ხალხს ამ ქვეყანას გამოარჩევს, განასხვავებს რუსეთისგან და ბელორუსისგან არის ის, რომ ქვეყანაში არსებობს ხალხი, რომელიც გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, არსებობს კრიტიკული მედია, ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო სექტორი და არსებობს ოპოზიციური პარტიები. ამ ოთხივე მიმართულებით იქნება შეტევები. ეცდებიან პროტესტი რაც შეება
ნაკლები იყოს, ეცდებია რაც შეიძლება ნაკლები არასამთავრობო ორგანიზაცია დაჩნდეს, ეცდებია რაც შეიძლება შეზღუდონ კრიტიკული მედია და შეზღუდონ ასევე ოპოზიციური პარტიები. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ რომ მაგზაზე დგანან ესე. ოღონდ ის უნდა გვესმოდეთ, რომ ეს რეჟიმი არ არის მყარი, შიგნით აქვს გზარები, აქვს უამრავი პრობლემა, ეს პრობლემები კიდევ უფრო დაიზრდება, რაც უფრო მეტი იქნება წინაშე როგორც ქვეყნის შიგნიდან პროტესტის სახით, ისე ქვეყნის გარედან სანქციების სახით და არაღიარების სახით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო მომენტამდე სანამ ესენი ჩამოიშლებიან, ესენი იქნება მუდმივად ამ რეჟიმში, თითქოს ყველაფერი კარგად არის და თითქოს არაფერი არ ხდება. შეგვიძლია ვნახოთ ნებისმიერი სხვა დიქტატორული რეჟიმის დასასრული როგორ იყო ბოლო დღემდე, ბოლო წამამდე ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ განსხვავებულ საკუთარ ხარდამჭერებში, თითქოს ყველაფერი კარგად არის. კი ბატონო, ნამდვილად ასე იყო, არაერთი რეჟიმის გახსენება შემიძლია მე პირადად, მაგრამ სულ ახალი ვთქვათ, აგერ ასადი, რომელმაც არავის უთხრა, რომ ტოვებდა ქვეყანას, მათ შორის არც საკუთარი მთავრობის წევრებს. კი ვიცით, სადაც დაასრულა ამ ეტაპზე. დიდი მადლობა ზურა ჯაფარიძეს, რომელიც საუბრობდა პირდაპირ ეთერში.